პრეზიდენტთან ვარ, ისევ აქ ვარ. ისევ ვცდილობ ჩემი ამ საქციელით მაგალითი ვიყო, თუ რაიმეში გამოადგება ჩვენ პრეზიდენტს. ამორალურად რაიმეში წაადგება მას, ძალიან გამიხარდება. ახლა მინდა რამოდენიმე სიტყვით თქვა გიორგი ვაშაძის ნაციონალურ მოძრაობაში ინტეგრირებასთან დაკავშირებით. ეგ გიორგი ვაშაძე, ანუ ზოგადად ადამიანი რომ პოლიტიკოსი რომ მოიყვანო პარტიაში დააბრუნო და ასე შემდგომ არ არის ცუდი, მაგრამ უნდა მოხდეს კონტექსტის და სხვადასხვა დეტალების გათვალისწინება. მაგალითად, გიორგი ვაშაძე იყო ის პიროვნება, რომელმაც 2014 წელს, შეიძლება ვცდები 2015 წელი იყო ან 2013 წელი, TV Image-ში ინგა გრიგოლია მაშინ ჯერ კიდევ TV Image-ის ჟურნალისტი იყო, როდესაც გადაცემაში თქვა, რომ ესე იგი ინგა გრიგოლია ეუბნებოდა კოცების ხარე, რომ ესე იგი თქვენ ხართ მკვლელები, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ახალა ესე მკვლელები, ოლიგარქები და კონკურირებულები არიანო და შენ ხმა არ ამოგეღებაო და გიორგი ვაშაძემ თქვა, თუ არიან ისინი და არ რომ არიანო, ზოგი ზის და ზოგი ქვეყნიდან გაქცეული და მე რატომ მეუბნები თქვის დანაშაულს, ანუ ტიპ კაცმა მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო ის ხალხი, ვის გვერდთან გვერდით ერთად, როგორც თვითონ ამბობს, ქვეყანას აშენებდა. მეორე, იუსტიციის ახლის პროექტი ხლიანად ყველანაირად იყო სურადეიშვილის პროექტი, ეს ყველა მიცის და ამ ადამიანმა მიიწერა როგორც თვითონ მის პროექტი. ავიც ეხა ეს მორალური ის მომენტიც აქვს. გავანებოთ ამას კიდე თავი. 2018 წელს, როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, პირველი ტურში გამარჯვების შემდგომ გრიგოლ ვაშაძე, როდესაც პირველ ტურში გაიმარჯვა, მიშამ მოუწოდა მასას და მთლიანად პარტიასაც და მთლიანად ოპოზიციას, რომ ეს გაყალბებული არჩევნების შედეგები არ ეცნოთ და გამოსულიყვნენ ქუჩაში და ხმები დაეცვათ ქუჩაში. ამის სანაცვლოდ რა მოხდა? ეს იყო სადღაც ოქტომბრის თვეში, მეორე ტური ჩაინიშნა ნოემბრის დასაწყისში, აი ამ პერიოდში 8 ოქტომბერი იყო მე მგონი თუ რაღაც პირველი ტური, მეორე ტური იყო ნოემბრის დასაწყისში, აი ამ პერიოდში გურიაში შეხვდნენ ბიძინა ივანიშვილი და ჩხარტიშვილი ერთმანეთს და რომ ჟურნალისტებმა რომ უკითხეს რა ხდება, რაზე ისაუბრეთო, ხელოვნებაზე და საქართველოს ფოლკლორზეო. ამის შედეგად ორ კვირაში ჩატარდა არჩევნები, მეორე ტური და სრულიად პირწმინდად 20, ესე იგი რამდენი პროცენტით სალომემ აიღო 56%, 54% აიღო ბატონმა გრიგოლმა. წააგო ბატონმა გიორგი ვაშაძემ და გრიგოლ ვაშაძემ ეს არჩევნო კამპანია. ამის შემდგომ, ეს არის ნოემბრის დასაწყისი, ამის შემდგომ ერთი თვეც არ არის გასული და გიორგი ვაშაძე ხედავთ პოროშენკოს ანტიკორუფციულ ბიუროში, წინასაარჩევნო კამპანიაში და ანტიკორუფციულ ბიუროში. ეს ის პოროშენკო, რომელიც არ დაგავიწყდეთ მისი ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი გამოათრიეს კიევში ერთ-ერთი კაფიდან, ჩასვეს თვითმფრინავში, თმებით ათრიეს, ამის კადრებიც არსებობს და ჯერ პოლონეთში გაუშვეს და შემდგომ ნიდერლანდებში. აი ამის საარჩევნო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას და მე არ გამიგია გიორგი ვაშაძის არც ხმიგი რა ქვია ლაპარაკი და არც საჯაროდ ბოდიში იმასთან დაკავშირებით, რაც მიხეილ სააკაშვილის პოროშენკომ და მისმა მთავრობამ უკრა. არ დაგავიწყდეთ, რომ ერთი თვით ადრე ბიძინას და სალომეს ლეგიტიმაცია გაუკეთა არჩევნების ამ გიორგი ვაშაძემ, რადგან ის იყო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი. ამასთანავე ის ყოველთვის იყო და იქნება და პოლიტიკაშიც რომ გამოჩნდა იყო და არის ჩხარტიშვილის სიძე. ეს რომ ფაქტია, იმანაც დაადასტურა, რომ მეორე ტური პირწმინდად და ცალსახად მანას და თელმა მაშინდელმა პარტიის ხელმძღვანელობამ აჩუქეს ბიძინას და სალომეს მეორე ტური. აქედან გამომდინარე მე
არც მივესალმებ და ძალიან არ მომეწონა და არ მომეწონება გიორგი ვაშაძის პარტიაში დაბრუნება. რაც შეეხება იმას, რომ ხმას მოიტანს ამ მსგავსი რამ ადამიანი, რომელმაც მაჟორიტარულ ოლქში, როდესაც თბილისში იყო, ყველაზე დაბალი 1%-იც ვერ აიღო, 1.03 აიღო მაჟორიტარულ ოლქში, ანუ 1%-იც ვერ აიღო, თითქმის 1%-იც ვერ აიღო მაჟორიტარულ ოლქში, როდესაც მაჟორიტარად დადგა. ანუ ვერც ხმა მოაქვს, იყო ყოველთვის არამიშას და არაბიზინას ნაში ყოველთვის და 2020 წლის არჩევნების დროს იზახოდა რომ მესამე ძალა ვარ და ამ მესამე ძალის დროს ყველაზე მცირე ხმა აიღო, როდესაც ის მაჟორიტარი რად დადგა თბილისში ერთ-ერთ ოლქში. აქედან გამომდინარე, არც ელექტორალური თვალსაზრისით არ არის მესახები, არც მორალური, არც არანაირად, არც იმიჯის მხრივ და ასე შემდგომ. თუ მაინამაინც ფულზეა საუბარი, მაშინ ბიზნეს აქვს, ყველაზე დიდი ფული და ფული იმას ვქნათ, რა ქვია. ბიზნეს უთხრათ და მოვიყვანოთ ბიზნეს ან ბერა და უტა და всё, ეგ იქნება. ბერა და უტა და მორჩა, ეგ იქნება. ხო, რაც შეეხება იმ საკითხს, მელია ყურადღებას, მელია რატო გახდა, მელია და რატო წააგო, მთავარი მიზეზი, რატო წააგო არჩევნები, იცით? აქტივს განიხილავდა რუხმასად, არაინტერესებდა აქტივის აზრი და ამ აქტივის გამო დაისვეს მაჭუტაძე ჩაასვეს ისა რა ქვია ალტიფოელი და პატრიოტ ალიანსიდან გადმოუშვეს ხალხი და 1000 ნაგავი მიუმატეთ, ავიცი, ბაჩუკი გარდავა ჩავწერეთ, მაჭუტაძე, დილარ ხაბულიანი, რომლებმაც სათიდაო ზოგი ადრე გადახდა ლელოში და ზოგმა ახლა მის მოსამართლეთა იმაზე ხუთმა კაცმა მოსამართლეთა შერჩევის წესზე ხმა მიცა და გაიყიდა. თუ თავიდან მანამდე ელისაშვილი დაიყენა პარტიამ იმად რა ქვია ოპოზიციურ ლიდერად. მერე ტიროდნენ მთელი პარტია და მთელი ოპოზიციის სპექტრი, აი ოპოზიცია და ელისაშვილი გაიყიდა, როცა ელისაშვილს დაარქმევ ოპოზიციას და დაიყენებ გვერდზე, მერე მისგან ის განავლის სუნი არ უნდა გეწყინოს, რასაც ის აყენებს ხოლმე და აყენებდა.